რუსეთ-საქართველოს ომზე შეფასებები გაკეთდა მთავრობის ხომაზეც. მინისტრები რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ოკუპაციაზე საუბრობენ. 2008 წლის აგვისტოს მოვლენები იყო ომში ჩათრევა, ასე ახასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარიაშვილი 6 წლის წინ საქართველოს და რუსეთის შორის ომის დაწყების ფაქტს. მისი თქმით, ყველა გარემოება მოწმობს, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. აგვისტოს ომის დროს საქართველოსთვის დახმარების სახით გამოყოფილი თანხების გაფლანგვაზე საუბრობს პოლიტიკა განსახლების მინისტრი. Absolutურად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ტერიტორიები გახდება საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ეს მართლა ისე ვითარდება პროცესები, რომ მე ვფიქრობ, ეს შეიძლება უფრო დაჩქარდეს კიდევაც. მეორე, მთლიანობაში, რა თქმა უნდა, დიპლომატია რო უკეთესად ყოფილიყო გამოყენებული, ალბათ შესაძლებელი იყო ამ კონფლიქტის გამწვავების თავიდან აცილება და ომში ხელმეორედ ჩართვა 2008 წელს. 2008 წელს მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც გრძელდება დღემდე. ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, მაგრამ დღევანდელი მოვლენების განვითარებამ დაგვანახა ბოლო პერიოდის, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა საერთაშორისო თანამეგობრობასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. 2008 წლის ომი იყო აბსოლუტურად წინ დაუხედავი ნაბიჯი, ჩაყოლა ომში სამწუხაროდ ყველა ფაქტები ადასტურებს, რომ ამის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა.